შეგვერგოს. შეგვერგოს. როგორი გემრიელია. შეგვერგოს. ძალიან გემრიელია ლიზა. ლულუ, ნანა, თქვენც კარგად გაისარჯეთ. მადლობა. მისი კუდი გრძნობებს არ მალავს. მია, საჭმელზე პრეტენზია არ გინდა, კარგი? ელფები, ხორცი. რა? ესე იგი ელფები ხორცს არ ჭამენ? აი როგორი ყოფილა მაგიური რასა. ჩვენ შევჭამთ. როგორი გემრიელია. თუ ხორცის ჭამა გეკრძალება, რას გავაწყობთ? მუცელი ამოვივსე. უგემრიელესია. ლიზა, ჩემი აზრით მაგდენს უკვე ვეღარ შევჭამთ. არა, ამას გზად წასახემსებლად ვამზადებ. გასაგებია. მაშინ მოდი აი აქ შევინახოთ. ეგ რა არის? მივთების ყუთია. ეს რაღაც თამაშის ინვენტარის ანალოგიურია. მაგრამ მანას ხარჯავს, ამიტომაც გონივრულად უნდა გამოვიყენო. რასაც ვერ შევჭამთ, მოდი მასში შევინახოთ, კარგით? ესე იგი მაგიას ხარჯავს. ჩემი ინვენტარის ანალოგიური არ არის. უკვე გავამზადე. მართლა? მადლობა. არაფრის. დანარჩენი მემანდე. დღემდე ვერ მოვახერხე. ჩემი ინვენტარის ფუნქციებში ბოლომდე გავრკვეულიყავი. ამ ახალ ვითარებას თითქმის უკვე შევეჩვიე. კარგი, როცა დრო მექნება დავიწყებ ნელ-ნელა შესწავლას. ნარუტო X წერტილიჯი წარმოგიდგენთ სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით. ახლა კი გამგზავრებამდე შევასრულოთ ის დავალებები, რაც აქამდე გავინაწილეთ. კარგით, შევეცდებით. კარგით. მას შემდეგ რაც ზენმა გაიტაცა, ის პირველად არის კარგ განწყობაზე. ფიქრობ, სახლისაკენ მიმავალ შორგზას ადვილად გადალახავს. მაგრამ ეი ბატონო, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ჩვენი ბალიშები რომ შევცვალოთ? ჩალის ბალიშები დისკომფორტს გიქმნის? დიახ, ისინი დილში მჩხვლიტავენ, თავი მაგათ გამოსულ მტკივა. კარგით, მაშინ მოდი ერთად მივხედოთ. პოჩი და ტამა, თქვენ ნაკერების მოხსნა გევალებათ. აი აქიდან უბრალოდ ძაფები ამოაჯვრეთ. არის. აჰა. მია, შენ კი ჩალი შეკვრი და ნამოვარდნილები კვლავ უკან ჩააწყვე. თუ მათ გარშემო ტყავს შემოვაკრავთ, სავარაუდოდ ჩხვლეტას აღარ დაიწყებს. და არ გენანება, ტყავი ხომ ძვირია. არა,
თქვენი 7 ძილისათვის მე არაფერი მენანება. თუ გინდა იმხელა ბალიში გავაკეთოთ, რომ ერთად დავეტიოთ. მასთან ძილს არ ვაპირებ. ოჰ, ნემს როგორ მოხერხებულად იყენებ. ბატონო, მაგარი ხართ, მაგარი ხართ. ეს რატომ? რატომ და იმიტომ? კერვის დაწყებამდე კვანძის შეკვრა როგორ დაგავიწყდა? ოჰ, ხორცი, როგორი ფუმფულა ჩიტია. საყვარელია. მასტერო, ნება მომეცით მაგ საყვარელ არსებას მე მიმხედო. მოგეწონა? დიახ, ფუმფულა და მრგვალი. თან ძალიან საყვარელი. მაშინ გაჩუქე ნანა შენი იყოს. მია, კარგი რა, ნუ იბუტები. შენ საუცილებლად გაგიკეთებ. პატარა ტამა, მეგი პატარა პოჩი მაქვს. პოჩია. ისე მიყურებენ, მგონი მათთვისაც მომიწევს რამის გაკეთება. პოჩის ყურებს მინდა შევეხო. ტამას ყურები როგორი ფუმფულა. პოჩის კი ძალიან რბილი. როგორი საყვარელი კუდი აქვს. ბატონო, გასამგზავრებლად უკვე მზად ვართ. ოჰ, მართლაც. მაგრამ ცხენები კიდევ ცოტა ხნით უნდა დავასვენოთ. თან ტამა და პოჩიც კარგად ერთობიან. ალბათ გრძელმა გზამ ისინიც დაღალა. ცოტა ხნით კიდევ შევისვენოთ. გასაგებია. ახლა კი არის. კადეტო, ტამა და პოჩი. თქვენ ახალი დავალება გაქვთ. თქვენ ეს ქვების გროვა უნდა გამოიკვლიოთ. არის. წავედით. საინტერესოა. მეც თან გავყვები. გამგზავრების წინ დაგიძახებთ, ასე რომ ძალიან შორს არ წახვიდეთ. მაგარია მია. მართლა? აჰა. პრინცესა მია, გთხოვთ ამიხსენით ფოთლის საშუალებით როგორ უსტვენთ. პრინცესა არა, მაგრამ ნანა, მიას არ მოწონს, როდესაც პრინცესათი მიმართავენ. არის მასტერო. მიას მიმართვის ახალ ფორმას დავაყენებ. თითქოს რობოტია. სატო, ასეთი თვალებით ნუ მიყურებ. კარგი. ახლა შეიტყობთ რა შეუძლია მეათე დონეს. მეჩვენება რომ გაცილებით კარგად შეგიძლია, მაგრამ განზრახ უკრავთ ასე ჩუდად. გეკრძალება. ბატონო, მე თქვენი მჯერა. დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში უფრო დახელოვნდებით. მადლობა. ახლა კი ბატონო, ერთი წამით. შეხედეთ. ეს რა არის? ეს რა? ტორის ქვებია? თავიდან ეს ადვილი შესამჩნევი არ არის, მაგრამ როგორ ჩანს აქ ტორის სამი წყობა იყო. ალბათ ძალოცავი იყო. უცნაურია. თითქოს ადრე ეს სადღაც ვნახე. რატომ? იჩირო. არ დაგავიწყდეს. ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით. ნებისმიერ ეპოქაში
ნებისმიერ სამყაროში შენ იჩირო იქნები. რეინკარნაცია შესაძლებელია? დიახ, მაგრამ მხოლოდ რეინკარნაცია საკმარისი არ იქნება. გამახსენდა. ერთი სალოცავი ბაბუას სახლის გვერდით მდებარეობდა. და ის უცნაურთმიანი გოგონა, ჩემი ბავშვობის მეგობარი არის? ადამიანებისა და ღმერთების სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ამიტომაც ჩვენი ერთად ყოფნა ღვთიური ძალების ჩარევის გარეშე შეუძლებელია. კაგურას ცეკვა? ქალღმერთის ცეკვაა, როდესაც მას მოკვდავი უყვარდება. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ეი, ბატონო, რა? არისა? ასეთი ფორმით ძილი არ შეიძლება. უცაბედად რომ გადავარდნილიყავით. ფსიქიკური მაგიის გავლენას ადგილი არ ქონია. თან ასევე ბაბუას სახლის გვერდით ტორი წითელი ფერის იყო. გოგონა კი სხვანაირად გამოიყურებოდა. თუ სწორედ მახსოვს, სწავლის დროს იმ სალოცავის ტერიტორიაზე შევქმნით ჩემი პირველი სამოყვარულეო თამაში. ვინაიდან არ მახსოვს მსგავსი დიალოგი, ალბათ უბრალოდ თამაში გავაკეთე ეს ყველაფერი. თქვენ რა კვლავ დაგეძინათ? მაპატიე, უბრალოდ გამახსენდა ის სალოცავი, რომელშიც ბავშვობაში ვერთობოდი. როგორ ჩანს, ეს არის განადგურებული მოგზაურობის კარიბჭე. მოგზაურობის კარიბჭე? ისეთივე როგორც სხვადასხვა თამაშებში გვხვდება? თამაში აკეთებთ? შეუძლებელია. კარგი, პოჩი და ტამა ვიპოვოთ და გზა განვაგრძელოთ. ეს მე მოვინადირე. ბატონო, სანამ გზას გავაგრძელებთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ნანადირევი ხორცი რომ დავამუშავო? დიახ, რა თქმა უნდა. ლიზა, ნანადირევის დამუშავებას ხომ ვერ მასწავლი? თუ გინდა მე გვერდიდან მიგითითებ და შენ თავად დაამუშავებ. კარგით. ხმებში სულთლად ქვიშა აქვს. მია, წყლის მაგიას აქვს ყოველდღიური შელოცვები, ისეთი როგორიცაა სუსტი რეცხვა? არა. გასაგებია. ხორცი! ის მე დავიჭირე. ტამა მაგარი ხარ. შესანიშნავია. რომელიღაც მონსტრის ბავშვია. ისი დაკავების ნებას მომცემ? აჰა. საყვარელი კი არის, მაგრამ მონსტრის შვილთან ფრთხილად იყავით. კარგით. ოი, ჩემი ნადავლი. ნადავლი გამექცა. მაპატიე ტამა, ისი კარგად დაკავება ვერ შევძელი. არაფერია. ბატონო, მაპატიეთ, ნადავლს ვერ დავეწიე. ყველაფერი რიგზია. ნადავლის დაჭერა მთავარი არ არის. მთავარია შენ არ დაშავდე. გაიგე? დიახ. შემდეგში უფრო დიდ ნადავლს დავიჭერ. ნადირობის შემდეგ კვლავ მომშივდა. მოდით, შენახული ბლინები გავსინჯოთ. მოხერხებული რამ კი არის, მაგრამ მასში შენახული საჭმელი ცივდება. ცხელი უფრო გემრიელი არის, არა? მაინც გემრიელია. გემრიელია. ახლა დრო რითი გავიყვანო? ჩრდილის მაგიის შელოცვების წიგნი საიდან? მართლაც? ის მივიღე ზენის დამარცხების შემდეგ. ალბათ მისი საშუალებით მაგიის მოქმედების პრინციპს გავიგებ. კარგია, ჩრდილის მაგიის საფუძვლები უკვე შევისწავლე, მაგრამ ამ სამყაროში მაგიის მოქმედების პრინციპი ძალიან გავს პროგრამირების ენას. თითქოს მისი შემქმნელი პროგრამისტი იყო. ჯერ შევეცდები, პოჩისათვის წყლის მაგიის საშუალებით ყოველდღიური მაგიის კლასიდან სუსტი რეცხვის შელოცვის გამოყენებას. შემდეგ კი სხვა ყოველდღიურ მაგიებს მივხედავ. მაგრამ ეს ყოველდღიური მაგიები საკმაოდ ძნელი ყოფილა. სხვებისაგან ძალიან განსხვავდება. წყლის მაგიით ამას უბრალოდ ვერ გავაკეთებ. მაგრამ მიამ არისას დაკრული მელოდია დააკოპირა. ალბათ ამ ყოველდღიური მაგიის სხვა მხრივ გამოყენებაც შეიძლება. თუ მოვახერხებ წყლის ელემენტის დაკოპირებას და სასურველ ადგილას ჩავსვავ, ახალ შელოცვასაც გავაკეთებ. ასეთი გამოკვლევები მუდამ მიზიდავდა. საათობით შემიძლია. ხელში რა მაქვს?
ეი, დაიცა, კიდევ რამდენი ხანი აპირებ? გარყვნილო. კი, მაგრამ ხელი ხომ თავად დამადებიეთ. სატო, გარყვნილება ცუდია. გოგოზე ხელისხლება არ შეიძლება მანამ, სანამ მას ცოლად არ მოიყვან. ამიტომაც ხელები არ უფათურო. ბატონო, თქვენ უბრალოდ წინ იყურებოდით და რეაგირებას არ აკეთებდით. როცა კვლავ ახალად მენიუს გავხსნი, უმჯობესია თვალები დახუჭული მქონდეს. მააპატიეთ, უბრალოდ ახალი შელოცვის შექმნაზე ვიყავი ჩაფიქრებული. ახალი შელოცვა? ბატონო, თქვენ რა მაგიას იკვლევდით? არა, უბრალოდ ერთი შელოცვის გაკეთება მინდა. შემდეგ მინდოდა ეს მიას გაეკეთებია. თანახმა ხარ? კარგი. ეს აღნიშვნები. ნუ თუ თაგ ხალხი. დიდი მადლობა ბატონო სატო. რის გაკეთებას აპირებთ? ახლა წავალ და თანამოძმეებს მოვძებნი. პრინცესას გადარჩენისას ჩვენ სხვადასხვა გზით წავედით. ლიზა, 4 თვალა გააჩერე. ზეზე, ჯენე, მიტორო, ოზე, რადა, პრინცესა, მიას ვასალები? როცა მია აკნიდან გამოიქცა, ისინი სატყუარები იყვნენ. კარგით, ღამე აქ გავათიოთ. სატო, რა? სატო, საქმე გვაქვს. ჩემთან? ბატონო სატო, დიდი მადლობა რომ გადაგვარჩინეთ, მაგრამ ჩვენ რაღაც საქმე გვაქვს, ამიტომაც წინ უნდა წავიდეთ. გასაგებია, მაშინ ხვალ დაგეწევით. შეხვედრამდე. მიიღე. უმაგრესობა, ლიზა, შეხედე, ხორცი გვაქვს. შვენივრად იმუშავეთ, ამა. აჰა. ის ხომ არ მოგვემზადებია? კარგი იქნება, შენი იმედი მაქვს, ლიზა. ტამა, შენ ჩინებულად იმუშავე. ტამა საბრძოლო უნარები შექების ღირსია. კარგია. ხორცი, 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 გემრიელი ხორცი, ხორცი. მია, ერთი შელოცვის გაკეთებაში ხომ ვერ დამეხმარები? უშტებით რეცხვა. როგორი სუფთავარ? სუფთავარ. კარგად იმუშავე, მადლობა მია. ახლა კი, რაღაც მოწყენილი ვარ. რაიმე ახალი შელოცვა ხომ არ შემექმნა? მაგრამ ღამის დარაჯობისას არ უნდა გავერთო. მაშინ ინვენტარს მივხედავ. ნივთების შორი მანძილიდან აღება შემიძლია. აი, აქედან კი შორია. ესე იგი, მაქსიმუმ 3 მეტრიდან აღება შემიძლია. ნივთებს სხვადასხვა კომპონენტებად დავანაწილებ? მაშინ თუ წყლისა და მარილის განცალკევება შევძლებ, ეს ზღვისპირას ყოფნისას ძალიან დამეხმარება. სამწუხაროა, მარილიანი წყლის განცალკევება ვერ მოვახერხებ. მაშინ აკვანში მოკლული მწერების გვამების განცალკევებას ვცდი. თუ ამას მოვახერხებ, ლიზას აღარ მოუწევს პოჩისა და ტამას ნადავლის დამუშავება. არ შემიძლია, ესი ადვილი არ ყოფილა. მაგრამ მაგიური ენერგია არ მეხარჯება. არისას ნივთების ხუთი კი სულ სხვანაირად მუშაობს. მოდი ახლა მას მივხედავ. შესანახი ნივთების რაოდენობის მხრივ, ის ჩემ ინვენტარს ძალიან ჩამორჩება. ძალიან ცოტაა. მაგრამ შესაძლოა. ცეცხლი ჩაქრა. ნივთების ხუთში დრო ჩვეულებრივად მიედინება. ხოლო ჩემ ინვენტარში ის თითქოს ჩერდება.
ნივთების პირველადი მდგომარეობა უცვლელი რჩება. ან შესაძლოა, დრო არაფერ შუაშია. იქ უბრალოდ მონაცემები ინახება, ისევე როგორც თამაში ხდება. კარგი, ახლა ამაზე ვცდი. როგორი თბილი და გემრიელია. თბილი და გემრიელი. ბატონო, გუშინდელი წვნიანი გაგვიტბეთ? დიდი მადლობა, ბატონო. არაფრის. მია, რა სიტყვი მოგწონს? გემრიელია. კაშკაშებს. როგორ ჩანს ჩვენ გველოდებიან? ეს ხომ? მიას დაცვისას დაღუპული თაგვხალხის სასაფლაოა. ბატონო სატო, დიდი მადლობა მეგობრები რომ გადამირჩინეთ. არაფრის. ყველას მადლობა. მე მისანარია პოლენანის ტყიდან. ვთხოვ ხეო. არგუნე ღირსეულად დაღუპულ თაგვხალხს. შენ ჩრდილში განსვენების უფლება. ნარუტოის წერტილიჯი წარმოგიდგენთ სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით. მინდა რომ ეს ზარი გიბოძოთ. ეს თვით ელფებმა გააკეთეს. თქვენ დაიმსახურეთ ქალბატონი მისანარიას ნდობა. ამიტომაც მისი ტარების ღირსი გახდით.